ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია პოლიტიკური შეფასებების თემაა. დოკუმენტი, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას და მზია ამაღლობელის საქმეს ეხმაურება, მოსწონთ ნაციონალურ მოძრაობაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც აღნიშნულია ის საკითხი, რომ საქართველოში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, რომ საქართველოში აუცილებელი არის ამ პოლიტიკური კრიზისის სისტემური გადატვირთვა, რაც შეუძლებელია პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს და ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე. ეს ყველას ესმის. ამიტომ შეუძლებელია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ამ ფორმაციის პარლამენტით მიიღოს რაიმე სახის საერთაშორისო ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა, ყველა ნაწილში ჩვენ ვეთანხმებით ევროპარლამენტარებს ამ რეზოლუციაში მოყვანილ ინფორმაციას გარდა იმ ნაწილისა, სადაც ერთად არიან დაყენებული უკანონო პატიმრები, პოლიტიკურ პატიმრებს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი. და თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ არ არის პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის ევროპულ საზოგადოებაში სანდოობა დაკარგა ევროპარლამენტის რეზოლუციებმა და ეს ცხადი არის უკვე სამწუხაროდ აღარავინ აღარ არიყვანს სერიოზულად გამომდინარე იქიდან რომ ევროპარლამენტი ტყუილებს წერს პირდაპირ და შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა ერებს ამ შემთხვევაში საქართველოს იმით რომ ის ადამიანი და ის პოლიტიკური ჯგუფი რომელიც ყველამ გაიგო და დაინახა მათ შორის სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ რო არის დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი ნათლავენ ევროპული ღირებულების პარტიად და პოლიტიკოსებად. ასეთი ინსტიტუტის, ასეთი ტიპის რეზოლუციები უკვე არის ნულის ტოლი. ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა რაღაც ამ ბალტიისპირელების ჯგუფის, ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცეთ. ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში და დღენია და გავრცელებენ ამ მტრულ აქტებს, მათ შორის ამ რეზოლუციების მეშვეობით. რას ლობირებენ ეს ადამიანები, ევროპარლამენტარები, კონკრეტულები წლების განმავლობაში იმას, რომ აქ უკონტროლობა იყოს, იმას, რომ აქ დაიშვას ის იმ პროცესის განვითარება, რომელიც მათ დიდი ხანია დაგეგმეს. ეს არის სისხლის დაღვრა ქვეყანაში, მეიდანის მოწყობა. განსაკუთრებით ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, მათ ამ რეზოლუციას სერიოზულად ვერ შევაფასებთ, მაგრამ თუ ევროპარლამენტარებს ან ნებისმიერ სხვას აქვს რეალური სურვილი, რომ იცოდეს რეალურად რა ხდება, რეალურად რა ინფორმაციაა, რეალური ფაქტები რაშია, ჩვენ დიდი სიამოვნებით მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ ჩვენთვის რა თქმა უნდა დასანანია, როდესაც ევროპარლამენტი ერთი ხელით მოუწოდებს მათ შორის საქართველოს, რომ თურმე დეзинფორმაცია არ გაავრცელოს და მეორე ხელით თავად არის დეзинფორმაციის მთავარი წყარო.